მე-18 საუკუნის დასაწყისი. საქართველო მტრის ალყაშია. აღმოსავლეთიდან ირანი, დასავლეთიდან ოსმალეთი, ჩრდილოეთიდან ლეკთა შემოსევები. ამ ქაოსში მეფე ვახტანგ მე-6 ხედავს მხოლოდ ერთ გზას, რუსეთთან სამხედრო კავშირს. მისთვის ეს გზა სამშობლოს გათავისუფლების იმედი იყო, მაგრამ იმედი მოტყუებად იქცა. პეტრე დიდმა საქართველო უმწეოდ დატოვა, რის გამოც ჩვენი სამშობლო ოსმალთა და ლეკთა ხელში ჩააგდო. ქართლი აოხრდა, ხალხი ქვეყნიდან გარბოდა, ხოლო მეფე ვახტანგი იძულებული გახდა ქართლი დაეტოვებინა და რუსეთში წასულიყო. ეს არის ისტორია დაკარგული იმედისა და მოტყუებული მეფისა, რომელმაც ქვეყნის აღორძინება მოინდომა, მაგრამ საკუთარი ოცნება ტრაგედიად ექცა. ვახტანგ მე-6 1675 წლის 15 სექტემბერს დაიბადა. სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, პოეტი, მთარგმნელი, ისტორიკოსი და მეცნიერი. გიორგი მე-11-ის ძმის, ლევანის ძე, დედა თუთა, ქაიხოსრო პირველი გურიელი სასული. მას ზრდიდა გამოჩენილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე სულხან საბა ორბელიანი, რომელიც ბიძად ერგებოდა. ვახტანგ მე-6-ის მეფობის ხანა გამორჩეულია საქართველოს ლიტერატურული და ინტელექტუალური აღორძინების დაწყებით. მის მიერ გატარებული რეფორმების შედეგად ქვეყანამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. სულხან საბა ორბელიანსა და ანტონ პირველ კათალიკოსთან ერთად ვახტანგი ითვლება ახალი ქართული ლიტერატურის სულისჩამდგმელად. მის სახელთან არის დაკავშირებული რუსთველოლოგიისთვის, როგორც მეცნიერული დისციპლინისათვის საფუძვლის ჩაყრა. ვახტანგ მე-6-ის მეორე საკანონმდებლო ძეგლია დასტურლამალი, რომელიც სახელმწიფოს ძირითადი კანონის, კონსტიტუციის მთავარ იურიდიულ ძეგლს წარმოადგენდა. იგი აწესრიგებდა ქვეყნის მართვა-გამგეობის, სამეფო კარის ეტიკეტისა და სახელმწიფოებრივი ცხოვრების სხვა პრაქტიკულ მხარეებს. ვახტანგის თაოსნობითა და უშუალო მონაწილეობით მრავალი ღონისძიება განხორციელდა კულტურის დარგშიც. 1709 წელს მან ვლახეთში, რუმინეთში მოღვაწე ქართველის, ანთიმოზ ივერიელის დახმარებით დააარსა საქართველოში პირველი ქართული სტამბა, რითაც ხელი შეუწყო ქართული ეკლესიების წიგნით მომარაგებას. 1709 წელს დაიბეჭდა სახარება, დავითნი და სამოციქულო, ხოლო 1712 წელს ვახტანგ მე-6-ის რედაქციითა და კომენტარებით პირველად დაიბეჭდა ვეფხისტყაოსანი. პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკმაოდ ახალგაზრდა ჩაება ბიძის, გიორგი მე-11-ის მხარდასაჭერად. 1703 წელს შაჰის მიერ გიორგის მეფედ დამტკიცების შემდეგ ვახტანგი მის ნაცვლად ქართლის ჯანიშინი და ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი გახდა. 1716 წელს კი ისლამის ფორმალურად მიღების შემდეგ შაჰმა ქართლის მეფედ დაამტკიცა. ირანისა და ოსმალეთისგან შევიწროებულმა ვახტანგმა საქვეყნოდ გაამჟღავნა თავისი გადაწყვეტილება რუსეთთან სამხედრო კავშირის შეკვრისაკენ. კერძოდ იგი მზად იყო ხელი შეეწყო რუსთა ჯარის შემოსვლისათვის ამიერკავკასიისა და ირანის ტერიტორიებზე. ამან ძალზე შეაშფოთა მაჰმადიანური ქვეყნები და ჩრდილო კავკასიელი ტომები. სამწუხაროდ ჩაფიქრებული გეგმა ვერ განხორციელდა. სამაგიეროდ საქართველოში თურქეთი შემოვიდა. თარეშს უმატეს ლეკებმაც. ბოლოს კი ოსმალობას ქვეყანაში ყიზილბაშობა შეენაცვლა. ირანის სახელმწიფოს უკიდურესმა დასუსტებამ, ავღანთა მიერ მისი მმართველი დინასტიის ჩამოგდებამ, ქვეყნის უკიდურესმა შინაგანმა კრიზისმა, როგორც ჩანს, ქართველ პოლიტიკოსებს, კერძოდ კი ვახტანგ მე-6-ს აფიქრებინა, რომ აღარ იყო საჭირო დამალვა ქართველთა სწრაფვისა, მართლმადიდებლური სარწმუნოების აღორძინებისა და მართლმადიდებლური რუსეთისაკენ. 1722 წელს ბუტკოვის ცნობითაც ვახტანგ მე-6-მ საჯაროდ მიიღო ქრისტიანობა. მანამდე ვახტანგი უმკაცრესად იცავდა ქრისტიანული ქვეყნისაკენ თავისი სწრაფვის საიდუმლოს. მაგალითად 1714 წელს საფრანგეთის მინისტრს სიფრთხილისათვის ვახტანგი არც ქართულად წერს და არც თავის ხელს აწერს პასუხზე, რათა პასუხი მის მტრებს, სპარსელებს არ ჩავარდნოდათ ხელში და უარესად არ გადამტერებოდნენ.
თვით თავის გამზრდელ სულხან-საბა ორბელიანსაც კი ვახტანგმა იტალიურ ენაზე დაწერილი წერილი გაუგზავნა, რათა ქართული ხელში არ ჩაეგდოთ და არ წაეკითხათ. კერძოდ იგი წერდა: ვერ ვბედავ და ჩემის ხელით ვერაფერს ვწერ, რადგან მეშინია ჩემი ძმის არტილერიის გენერლის ISS-ი, რომელიც როგორც მუდამ განდგომილი მტერი და ეშმაკი, ისე დამტრიალებს გარს, რათა შთანმდგას. რუსეთს სპარსეთში განსაკუთრებული ეკონომიკური ინტერესები ჰქონდა. პეტრე დიდს უნდოდა, რომ სპარსეთის ვაჭრობა რუს ვაჭრებს ჩაეგდოთ ხელში. სპარსეთის ეკონომიკურად ხელში ჩაჭერა რომ უფრო გაადვილებულიყო, პეტრე პირველმა გადაწყვიტა კასპიის ზღვის მიდამოები ამიერკავკასიაში ჯერ თავისი მფარველობის ქვეშ მოექცია, შემდეგ ქვეყანა დაეპყრო და შიგ რუსი ჯარისკაცები ჩაესახლებინა. ამიდუმალი გეგმის ასასრულებლად რუსეთისათვის საქართველოს სამეფოს სამხედრო დახმარება იყო საჭირო. ამიტომ პეტრე დიდმა გადაწყვიტა საქართველო და მეფე ვახტანგი ჩაერია ამ საქმეში და რუსეთის სასარგებლოდ გამოეყენებინა. ამ მისიით პეტრე პირველს ვახტანგთან საგანგებო ელჩი გაუგზავნია. რუსეთის ელჩმა ისე ოსტატურად მოაწყო და მოაჩვენა საქმე ქართველებს, თითქოს პეტრე პირველს შეეტყოს ვახტანგ მეექვსის გაჭირვებული მდგომარეობა, მისი შველა და დახსნას დომოდეს სპარს ოსმალთა კლანჭებისაგან და სწორედ ამიტომ აპირებდეს იგი სპარსეთის წინააღმდეგ ამხედრებას. მეფე ვახტანგმა და ქართლის სამეფოს გავლენიანმა წრეებმა ეს დიპლომატიური ხრიკები სინამდვილედ მიიჩნიეს. მათ ვერ წარმოედგინათ, რომ ძლიერ ქრისტიან ხელმწიფეს გულში სხვა რამე იდუმალი ზრახვა ექნებოდა. ვახტანგს, როგორც ცნობილია, ჰქონდა თავისი გეგმა საქართველოს გამოხსნისა და აღდგომისა. პეტრე პირველმა მას ამ გეგმის განხორციელების იმედი დაუსახა. ამიტომაც მიენდო მას ქართლის მეფეს ვახტანგ მეექვსეს თავის მხრივ ფართო ზოგადი გეგმები ამოძრავებდა, როდესაც რუსეთის მოკავშირეობას უპირატესობას ანიჭებდა. საქართველო უნდა გათავისუფლებულიყო ირანის ჩაგვრისაგან. თურქთა მხრიდან თავდასხმები აეცდინა, მოეხერხებინა ქვეყნის პოლიტიკური გაერთიანება, შეენელებინა დინასტიური შუღლი, მოესპო ქრისტიანული რელიგიის დევნა და შედარებით უკეთესი პირობა შეექმნა ეროვნული ეკონომიკის განვითარებისათვის. ამიტომაც ვახტანგი რუსთა მეფის წინადადებამ გაიტაცა. თუმცა კი სახელმწიფოს დარბაისელთა ერთი ჯგუფი მეფეს სიფრთხილეს ურჩევდა. სპარსთა და ოსმალთა იძულებითი მორჩილებისას რუსთა მეფესთან აშკარა კავშირის დაჭერის გამო ქართლის სამეფო კარზე მოღვაწეთაგან ზოგიერთნი მეფეს ზძრახავდნენ, იტყოდნენ ეგ ვითარცა გმობასა, სამს დიდს ხელმწიფეს პირს აძლევს, რადგან იკეთებს ყმობასა. ყენის პასალარია თავს ირქვამს რაყამობასა, რუს ხელმწიფესთან მამაობს, ხვანდქართან ჩემობს ძმობასა. წერდა დავით გურამიშვილი. რუს ხელმწიფეს ვახტანგისათვის მიუწერია, მოდი მიგიჩნევ მამადო, გიჯობს მე ზურგი მომყუდო გულზე და გული მამადო, რაც ვახტანგს სიხარულით დაუჯერებია. ამიტომაც უთქვამთ, მესამე კიდევ მოიბა, ორი საბელი თავსება, სამივე შაპი ერთ ლომსა აწვით არ მოეთვისება. ვახტანგისა და რუსეთის კავშირმა შეაშფოთა, ააღელვა და ამოძრავა მთელი ახლო აღმოსავლეთი. შეშფოთების ხმამ თვით ევროპაშიც მიაღწია. ევროპელი დიპლომატები ამტკიცებდნენ, რომ რუსეთი ვახტანგთან კავშირის შემწეობით აპირებდა ჯერ ირანის დაპყრობას, ხოლო შემდეგ კონსტანტინოპოლზე გალაშქრებას. ამის გამო კონსტანტინოპოლში რამდენჯერმე შეიკრიბა სახელმწიფო დივანი, სადაც საკითხი დაისვა პეტრე პირველსა და ვახტანგ მეექვსის საომარ მოქმედებათა წინააღმდეგ აქტიური ზომების მიღების შესახებ. ირანი, ოსმალეთი და დაღესტანი უდიდესმა შეშფოთებამ მოიცვა. ყოველი მხრიდან რუსთა მოგერიებისათვის და ქართლის სამაგალითო დასჯისათვის მოემზადნენ. პეტრეს მიერ დაიმედებული ვახტანგი თავისი 30-40,000-იანი ჯარით სპარსეთის სახელმწიფოს საზღვრებში შევიდა, სადაც მისი აზრით რუსთა ჯარი მეორე მხრიდან უნდა შემოსულიყო. ცნობილია, რომ რუსეთის ჯარი სპარსეთში არ შევიდა. ვახტანგი მარტო აღმოჩნდა გაშმაგებული მტრების წინაშე. სიმონ ჯანაშია წერს: არა ვახტანგმა მიმართა დახმარებისათვის პეტრე პირველს, არამედ პეტრემ ჩაითრია ვახტანგი სპარსეთის ლაშქრობაში. არ არის სწორი მტკიცება, რომ თითქოს საქართველოს რუსული ჯარის დახმარების მიღება ვერ მოუხერხდა. პეტრე პირველმა უმოწყალოდ დასტოვა თავისი კავკასიელი მოკავშირეები ბედის ანაბარი.
პეტრეს დარუბანში მიუვიდა ამბავი, რომ ვახტანგი 40,000-იანი ჯარით შესულიყო სპარსეთის იმპერიის საზღვრებში და პეტრეს ელოდა. ამბის მიღების მეორე დღესვე 1723 წლის 7 ენკენისთვეს ის დაიძრა და წავიდა, მაგრამ საქართველოს ჯართან შესაერთებლად კი არა, არამედ შინ ასტრახანისაკენ. მეფე ვახტანგი 40,000-იანი ქართული ჯარით ურთ იდგა და უცდიდა ქრისტეს მოყვარე ხელმწიფეს და ვერ გაეგო თუ რატომ შეყომდა. როცა შეიტყო რაც მოხდა, მაშინ კი დარწმუნდა ვახტანგ მეფე, რომ ლაშქრობის მოწინააღმდეგე დარბაისელნი მართალ მიიყვნენ. შეექმნა მეფეს ჭმუნვა დიდი, მაგრამ რაღა დროს. საქმე გაცილებით უფრო ცუდად დატრიალდა, ვიდრე ომის მოწინააღმდეგე დარბაისელებს გათვალისწინებული ჰქონდათ. მათ ფიქრადაც კი არ მოსვლიათ, რომ რუსთა ხელმწიფე თავის სიტყვას არ აასრულებდა და საქართველოს განრისხებულ მტერს უმწეოდ შეატოვებდა. სანამ პეტრე პირველი ვახტანგ მეფეს შეაცდენდა და საბედისწერო ნაბიჯს გადაადგმევინებდა, ოსმალეთი არზრუმის ფაშის პირით ვახტანგ მეექვსეს მფარველობას პირდებოდა. მას რომ სპარსეთის წინააღმდეგ რუსეთის ომში მონაწილეობა არ მიეღო და რუსეთს ცხადად არ მიმხრობოდა. მაგრამ რა კი ოსმალეთმა დაინახა, რომ რუსეთი სპარსეთის დაპყრობას ლამობდა და ქართველებიც მათი მოკავშირენი იყვნენ, რუსეთის შიშით დაიძრა და ჯერ ერევნიდან თავრიზამდის მთელი ქვეყანა დაიჭირა, ხოლო შემდეგ თვით საქართველოს წინააღმდეგაც გაილაშქრა. მეორე მხრივ განა სპარსეთს კი შეეძლო საქართველოსათვის მისი მოქმედება ეპატიებინა. სპარსეთის შაჰს ვახტანგ მეფეზე მოახსენეს ის იმდენად არის მტერი შენი, რომ ეყმო ხელმწიფესა რუსეთისასა და ამოწყვიტა რჯულისა შენისა მოსავნიო. საქართველო განმტკიცებისა და გაძლიერების ნაცვლად მტრის სათარეშოდ იქცა. ქართლი აოხრდა და ოსმალებს ჩაუვარდა ხელში. ლეკებმა ხალხს ძარცვა გლეჯა დაუწყეს. ვახტანგ მეფეს, რომელსაც საქართველოს სახელმწიფოებრივი, კულტურული და ეკონომიკური აღორძინებისათვის დაუღალავი შრომა ჰქონდა გაწეული და ქვეყნის აღმშენებლობითი მუშაობით იყო გატაცებული, პეტრე პირველისგან ასე მოტყუებულსა და ყოვლად უმწეოდ მიტოვებულს საქართველოდან გახიზნის მეტი აღარაფერი დარჩენოდა. ქართლში ოსმალები გაბატონდნენ, მაგრამ საქმე ამით არ დამთავრებულა. როდესაც პეტრე პირველმა დაინახა რუსთა სამხედრო მოქმედებით სპარსეთში ოსმალეთი იმდენად განრისხდა, რომ რუსეთისათვის ომის გამოცხადებას აპირებდა, 1724 წლის 12 ივნისს მასთან სწრაფად შეკრა ზავი, რომლის პირველ მუხლში რუსთა ხელმწიფემ მთელი აღმოსავლეთი საქართველო ოსმალეთს დაუთმო. თუმცა იგი მას სრულებითაც არ ეკუთვნოდა. ქართლი ახალი დამპყრობლის, ოსმალეთის ხელში აღმოჩნდა. შენი და შენი შვილის პიროვნული განვითარებისთვის. ფასკუნჯი გურამ მეგრელიშვილის წერის საავტორო სკოლა. რა არის ფასკუნჯი? მული აღწერაში. ვახტანგ მეექვსე უზარმაზარი ამალით რუსეთში გადავიდა. მას საქართველოდან 1200 კაცი გაჰყოლია, ხოლო რუსეთში დამატებიან იქ ადრე ჩასული ქართველები. საბოლოოდ ამალაში 1885 კაცი აღმოჩნდა. 1724 წლის ივნისში მეფემ ქართლის საზღვრები დატოვა. ერთი თვით ადრე დომენტი კათალიკოსმა ოფიციალური წერილი გაუგზავნა პეტრე პირველს, რომელშიც თურქთა გამო ქვეყანაში შექმნილ სავალალო მდგომარეობას ატყობინებდა. კერძოდ იგი წერდა: ვინიცის გზა ვიშოვოთ და მანდ გიახლოთ, რათა ხელმწიფემ შეგვიწყალოს. ამ წერილიდან კარგად ჩანს, რომ ქართლის კათალიკოსის თხოვნა ქვეყანაში დარჩენილი თავკაცების საერთო გადაწყვეტილება იყო. ვერ გაართვეს რა თავი შექმნილ სიტუაციას, ერთი მხრივ ლეკების შემოსევებს და მეორე მხრივ ოსმალთა დამკვიდრებას ქართლის თავკაცებმა გადაწყვიტეს რუსეთს შეკედლებოდნენ. ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ ქართველს საქართველოში აღარ ედგომებოდა. ვისაც შეძლება ჰქონდა და მართლმადიდებლობის შენარჩუნება სურდა, მზად იყო საქართველო მიეტოვებინა და რუსეთში გახიზნულიყო. სხვა დიდებულებთან ერთად თავიანთი გასაჭირში მყოფი სამწყსო მიატოვეს და გაიხიზნენ არქიეპისკოპოსი ქრისტეფორე, მიტროპოლიტი პავლე თბილელი, ეპისკოპოსები ნიკოლოზ მროველი, მანგლელი არსენი. ამის გამო ალბათ შესაბამისი საეპისკოპოსოებიც გაუქმდა. მაგალითად თეიმურაზ მეორისა და ერეკლე მეორის მეფობის დასაწყისის ერთი საბუთიდან ჩანს, რომ მროველის კათედრა გაუქმებული იყო და მათ აღდგენა სურდათ.
მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, ქართულ ეკლესიას უდიდესი ძალა და გავლენა ჰქონდა საქართველოში, რასაც ანგარიშს რუსეთის საიმპერატორო კარიც უწევდა. მაგალითად, რუსეთის მთავრობა ცდილობდა ვახტანგ მე-6-ს რაიმე კავშირი არ დაემყარებინა კათალიკოს დომენტისთან, მიუხედავად იმისა, რომ თურქთაგან შევიწროებული კათალიკოსი იმალებოდა კიდეც. 1725 წლის ზაფხულში დომენტი კათალიკოსი, რომელიც ჯერ კიდევ ქსნის ხეობაში იმალებოდა, შემდეგ იძულებული შეიქმნა კონსტანტინოპოლისათვის შეეფარებინა თავი. რუსეთის მთავრობას მაინც შიში ჰქონდა, რომ ვახტანგს და დომენტის რაიმე საიდუმლო კავშირი არ გაებათ ერთმანეთთან და ამით თურქეთი არ გაეღიზიანებინათ რუსეთის წინააღმდეგ. აქედან ჩანს, რომ როგორც რუსეთში, ისე თურქეთში ქართველთა კათალიკოსი მთელი საქართველოს განპიროვნებულ სახეთ ჰყავდათ მიჩნეული. კათალიკოსი საქართველოს პიროვნული გამოხატულებაა. ამიტომაც იმის შემდეგ, რაც თურქებმა კათალიკოსი კონსტანტინოპოლიდან ვითარცა პატიმარი ერთ კუნძულზე გაგზავნეს, ვახტანგი რუსეთს თხოვდა 1731 წელს ეხსნა დომენტი კათალიკოსი თურქთა ტყვეობისაგან. მალე ყველასათვის ცხადი გახდა, რომ რუსეთის მთავრობა თავს არ იწუხებდა საქართველოსათვის, ხოლო საქართველოში ოსმალობამ და ყიზილბაშობამ საშინელი სახე მიიღო. ვახტანგის იმედი, რომ რუსეთის დახმარებით ირანის ვასალური დამოკიდებულებისაგან გათავისუფლდებოდა, კრახით დამთავრდა. პირიქით, ოსმალების მერე ყიზილბაშების დროს ოსებმა ჯერ ქართლის მთიანეთი დაიჭირეს, შემდეგ ოსების ტომები ქართლის ბარისაკენ დაიძრნენ. თუკი აქამდე ვახტანგი იმორჩილებდა დვალეთს, რომელიც ტერიტორიულად ჩრდილო კავკასიაში მდებარეობდა, ყიზილბაშობის შემდეგ თეიმურას მეორე და ერეკლე მეორე 1740-იან წლებში უკვე საქართველოს მთიანეთში ჩამოწოლილ ოსებს ებრძვიან. რაც შეეხება ლეკებს, მათ ამ პერიოდში საბოლოოდ დაიჭირეს აღმოსავლეთ კახეთი. ოსებისა და ლეკების მიერ ქართლისა და კახეთის მიწების მიტაცება სხვა მარცხთან ერთად დიდი მარცხი იყო. ვახტანგ მე-6-ს რუსეთშიც არ შეუწყვეტია აქტიური საზოგადოებრივი თუ კულტურულ სამეცნიერო მოღვაწეობა, თუმცა მას ქართლში დაბრუნება აღარ ეწერა. იგი 1727 წლის 26 მარტს გარდაიცვალა. დაკრძალეს ქალაქ ასტრახანის მიძინების ტაძარში. მისი ნეშთი დღემდე იქ არის. დაგვიწერეთ თქვენი აზრი ვახტანგ მე-6-ის მოღვაწეობასთან დაკავშირებით. გამოიწერეთ კარდუს გვერდი. მოიწონეთ ეს ვიდეო და გაუზიარეთ რაც შეიძლება ბევრს, რათა ყველამ გაიგოს ამბები საქართველოსზე.